80,000 Wildberries-ის თანამშრომელი ახლა პუტინით უკმაყოფილოა და შეიძლება ისინი ერთადერთები არ იყვნენ, რადგან რუსები ახლა კამერაზე ღიად აკრიტიკებენ ამ ომს. და ზოგიერთ მათგანი ჯერ საკუთარ ვინაობას ამტკიცებს. ისინი პუტინს ეუბნებიან, რომ ქვეყანა დატოვოს და ჩრდილოეთ კორეაში გადავიდეს საცხოვრებლად. ხედავთ, უკრაინული დათმობი რუსეთის შიგნით ისე ზიანს აყენებს, როგორზეც პუტინი ვერასდროს იფიქრებდა, რომ მოუწევდა გამკლავება. რუსეთის ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი ისე დაეცა, როგორც პუტინის ეპოქაში არასდროს ყოფილა. ის პროგრესი, რაც მან 2000-იან წლებში მიაღწია, ეხლა ჩვენს თვალწინ ქრება. რუსეთი უკან 90-იან წლებში ბრუნდება. როგორც ჩანს, ის მართლაც აღადგენს საბჭოთა კავშირს. ის პირდაპირ აბრუნებს ქვეყანას წარსულში. მოსკოვისთვის სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ უკრაინამ ახლა ახალი იარაღი გამოუშვა. ბრძოლის ველზე ახალი რაკეტები და ახალი დრონები ჩნდება და რუსი სამხედრო ბლოგერები სრულ პანიკაში არიან. რუსი დაუპულების რაოდენობა უკონტროლოა და სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, თუ უკრაინა ინოვაციებს გააგრძელებს. როგორც იცით, მე სემი მქვია. თქვენ უყურებთ ბიზნესის საფუძვლებს და მოდით ყველაფერს დეტალურად განვიხილოთ. ეხლა მინდა გაჩვენოთ Wildberries-ის მუშები, რომლებიც ეხლა პუტინის გამო სამსახურს კარგავენ. მაგრამ ჯერ უნდა გაჩვენოთ ეს ვიდეო, სადაც პუტინის ავტოკოლონა ცდილობს ფრონტის ხაზზე მარაგების მიწოდებას. და როგორც იცით, უკრაინის ოპერაცია ლოკდაუნის მიხედვით ეს დაუშვებელია. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. ეხლა როგორც იცით, ოპერაცია ლოკდაუნის გამო ავტოსტრადა გარდაცვლილთა გზად იქცა. ახლა კი ვხედავთ რატომ. უკრაინული დრონების თავიდან ასაცილებლად რუსეთმა 3 საჰაერო თავდაცვის მანქანა გაგზავნა. შავი წრეები სწორედ ეს საჰაერო თავდაცვის მანქანებია. შეგიძლიათ ნახოთ ერთი წინ, ერთი შუაში და ერთი ბოლოში. ამ 3 საჰაერო თავდაცვის მანქანასთან ერთად რუსეთმა გაგზავნა 3 საწვავის ცისტერნა, ან საწვავის სატვირთო, როგორც კიდათ დაარქვით. წითლად აღნიშნულია საწვავის სატვირთო. სამწუხაროდ, ჩანს რომ საჰაერო თავდაცვის მანქანების გაგზავნა დროის ფუჭი ხარჯვა იყო, რადგან მათ არაფერი გააკეთეს. შეხედეთ. აი რას გულისხმობ. ჩანს რომ მათი თავდაცვის მანქანა უბრალოდ ფილმს უყურებდა. უბრალოდ ხედით თკბებოდა. არ ჩანდა რომ რამე გააკეთა. დარწმუნებული ვარ, დანარჩენები ახლა გარბიან. მაგრამ მათთვისაც სასიამოვნო სანახაობა არ იქნება. და ეს მეორეა. წარმატების მაჩვენებელი არ არის კარგი. ეხლა თითქოს ეს რუსეთისთვის კიდევ უფრო ვერ გაუარესდებოდა. კიდევ ერთი საწვავის კოლონა ჩამოვიდა. ზუსტად ამავე გზაზე და მან ყველაფერი გადაიღო, რაც იქ მოხდა. თელი შედეგი. და რა თქმა უნდა, რუსი მძღოლი ყველაფერს კომენტარს უკეთებდა. ასე რომ მე აღარ მომიწევს თქვენთვის ამის გაკეთება. უბრალოდ მოусმინეთ და შეხედეთ. გზა მელიტოპოლისკენ. ეხლა ასე გვიწევს მგზავრობა. მობილური საცეცხლე ჯგუფის თანხლებით. ასე უფრო უსაფრთხოა, უფრო დაცულია. ესე იგი, აქამდე მივედით. ეხლა შეგხვედე. 2026. მობილური საცეცხლე ჯგუფის თანხლებით. ფასი. აი ესე გამოიპურება ჩვენი პატარა სამუშაო მოგზაურობები ამ დღეებში. ეხლა ხან ერთს უბრალოდ დაწვეს. დარტყმა იყო. იწვის. აი კიდევ ერთი. დღეს დაიწვა. იქ ჯერ კიდევ ეცევა. ეს სამხედრო ურალის სატვირთოა. და იქ შორს კიდევ ერთი დაწვეს. რაღაცა იწვის. რაღაცა მანქანაცაა მგონი. რაღაცა აღჭურვილობა. გამარჯობა დონეცკო. დონეცკის სტარობიეჩევის გზატკეცილი. იქ კიდევ ერთი არის. დღეს ეს საწვავის სატვირთო დაწვეს. ეხლა ამას მე საშუალო მანძილის დარტყმას უწოდებდი. ან ასე უწოდებენ სხვებიც, არ პირადად მე. უკრაინა იყენებს ამ დარტყმებს მომარაგების ხაზებზე დასარტყმელად, რათა რუსეთს გაუჭირდეს ფრონტის ხაზზე ჯარისკაცების მომარაგება და რა თქმა უნდა, ოკუპირებული ტერიტორიების უზრუნოყოფა. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინამ უარი თქვა შორ მანძილზე დარტყმებზე რუსეთის შიგნით. ეს დარტყმებიც გრძელდება. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც 80,000 მუშა ახლა გაბრაზებულია პუტინზე. ნება მომეცით აგიხსნათ, რას გულისხმობ. ეს 80,000 მუშა მუშაობს Wildberries-ის საწყობებში. და როცა ბოლო დარტყმას გაჩვენებთ, მგონია მიხვდებით რაზეა საუბარი. სულ გუშინ დილით უკრაინამ კიდევ ერთი Wildberries-ის საწყობი დაარტყა. ამჯერად სანქტ-პეტერბურგში. და ეკონომისტები ახლა ამბობენ, რომ თუ ეს კამპანია გაგრძელდება, ეს შეიძლება რუსული ეკონომიკა სრულ კრიზისში გადაიყვანოს. გვაქვს ვიდეო კადრები, სადაც დარტყმა რეალურ დროში ხდება. და სანამ ამ კადრებს გაჩვენებთ, ერთი განცხადება უნდა გავაკეთო. ეს შეიძლება იყოს ბოლო კადრები, რომლებიც Wildberries-ის ამ დამწვარ სატყობებიდან მივიღეთ, რადგან კომპანიამ ახალი პოლიტიკა შემოიღო. ახლა თანამშრომლებს სამუშაოზე ტელეფონების ქონა აეკრძალათ. ვფიქრობ ამას იმითომ აკეთებენ, რომ მსგავსი კადრები აღარ გავრცელდეს. ასე რომ დააკვირდით, ისიამოვნეთ. ჩიკა კონგ. და რა თქმა უნდა, i20 ბინგოს ბარათი. ხედავთ, რომ ეს ობიექტი ზომით Wildberries-ის top 10-ში იყო.
სწორედ აქ ლენინგრადის რეგიონში მე-6 ადგილზე იყო და რა თქმა უნდა მოკლე გაკვეთილი რუსეთზე. სანქტ-პეტერბურგს ადრე ლენინგრადი ერქვა. ეს არის ქალაქი, მაგრამ რეგიონსაც, ანუ ამ ადმინისტრაციულ ერთეულსაც ლენინგრადი ქვია. და ეს საწყობი სანქტ-პეტერბურგის ახლოს იყო. მისი ზომა დაახლოებით 150,000 კვადრატულ მეტრში ადგენდა. ეს დაახლოებით 20 ფეხბურთის მოედანს უდრის, რომ წარმოიდგინოთ. და ამას გარდა ამ საწყობის ახალი ნაწილი სულ ახლახან 2026 წლის მარტში აშენდა. ანუ სულ რამდენიმე თვის წინ და არ მგონია რომ ბევრი გამოუყენებიათ. და გახსოვდეთ, ეს ისეთივეა როგორც ამაზონი. ეს ფაქტობრივად რუსეთის ამაზონია. და ეს ნიშნავს, რომ ამ კომპანიამ ამ საწყობში ბევრი ფული დააბანდა და იმედოვნებდა, რომ ამ თანხას მისი ექსპლუატაციის განმავლობაში დაიბრუნებდა. შეიძლება მისი ვადა 20 წელს, 25 წელს ან 30 წელს შეადგენდეს. ზუსტად არ ვიცი. მაგრამ მან ბევრი ფული ჩადო იმ იმედით, რომ მომავალში მოგებას მიიღებდა. და ეხლა, როცა საწყობი განადგურებულია, ფიქრობ ამას ზარალად ჩათვლიან. ასე რომ მაინც ცუდი ამბავია. შეხედეთ ხანძარს, რომელიც დარტყმის შემდეგ გაჩნდა. დიახ, იქ მაინც მივამაგროთ, თუ არ მივამაგროთ. თქვენს ეკრანზე ხედავთ გრაფიკას, რომელიც აჩვენებს ყველა დარტყმას, რაც Wildberries-ის საწყობებზე განხორციელდა. სულ 13. მარცხენა ზედაკუთხეში შეგიძლიათ ნახოთ ის დარტყმა, რომელიც ახლახან ნახეთ. ეს იყო კრასნი ბორი. ამ დარტყმამ 7500 ადამიანი დააზარალა. ესენი იყვნენ მუშები, რომლებიც ამ საწყობში მუშაობდნენ. ეხლა ეს მხოლოდ ერთი ობიექტია. თუ გამოზრდით მასშტაბს, ხედავთ, რომ 13 ობიექტი განადგურებულია. თუ ყველა ამ ადგილას დასაქმებულ ადამიანებს შევკრებთ, ეს არის 82000 ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ უმუშევრად დარჩნენ. და რა თქმა უნდა, ეს არც ერთი ლიდერისთვის არ არის კარგი ამბავი. ეხლა სამართლიანობისთვის დაუბრუნდეთ ჩვენს ბინგოს ბარათს, რადგან მინდა რაღაც აღვნიშნო. ყველა ეს ობიექტი სრულად არ განადგურებულა. დაახლოებით 3 მათგანს დაარტყეს, მაგრამ ისინი სრულად არ განადგურებულა, უბრალოდ დაზიანდა. ამიტომ ეს 80,000 შეიძლება მცირედით გადაჭარბებული იყოს, თუ მხოლოდ Wildberries საწყობის მუშებს შევხედავთ, მაგრამ არა ძალიან. და ამას გარდა, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ საწყობში მომუშავე მუშები არ ზარალდებიან. არიან გამყიდველები, რომლებიც ადრე ამ პლატფორმებზე ყიდნენ, რუსეთის ამაზონზე ყიდნენ. და ეხლა ისინი ზარალდებიან, რადგან საწყობები აღარ ფუნქციონირებს. ხალხ შეუძლია რამე შეუკვეთოს, მაგრამ თუ ვერ მიიღებს, კომპანია Wildberries-ი ფულს ვერ გამოიმუშავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გამყიდველებიც, რომლებიც Wildberries-ზე ყიდიან, ფულს ვერ გამოიმუშავებენ. ეხლა ამ დარტყმების გამო რუსული საზოგადოების დიდი ნაწილი გაბრაზებულია, მათ შორის ის გამყიდველებიც, რომლებზეც ახლახან ვილაპარაკეთ. და რა თქმა უნდა, რუსი პროპაგანდისტებიც, რომლებიც უნდათ რუსეთმა ეს ომი მოიგოს. მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. ეხლა სანამ ამ პროპაგანდისტებზე ვისაუბრებთ, მოდით გაჩვენებთ ამ ვიდეოს Wildberries-ის ერთ-ერთი გამყიდველისგან, რომელიც საუბრობს იმაზე, როგორ უწევს ბიზნესის დახურვა და თანამშრომლების გათავისუფლება ამის გამო. მოусმინეთ. დღეს რა გვაქვს? კიდევ ერთი საწყობი. არც კი მინდა ამაზე საუბარი. Wildberries-თან ერთად ვიძირებით. ჩვენ უკვე აღარც კი ვითვლით ჩვენს დანაკარგებს გებს. ხო, ვიძირებით. ჩვენ დიდი ხანია შევწყვიტეთ დანაკარგების დათვლა. არ ვიცი შევძლებთ თუ არა ამ ფსკერიდან ამოსვლას. ფსკერზე უკვე ვართ. ან ყველაფერი დაიხურება, ან რაღაც შეიცვლება. უბრალოდ ჯერ არ ვიცით. რესტრუქტურიზაცია. რაღაც უნდა გადაიწყოს. ჯერ არც კი ვიცი ეს ყველაფერი როგორ გამოვა. ვნახავთ. დრო გვიჩვენებს ბიჭებო. ყველაზე მთავარი ბიჭებო, ნერვებს გაუფრთხილდით. გაუფრთხილდი შენს, რადგან ნერვული უჯრედები არ აღდგება. და ეს არის შენი ჯანმრთელობა. ხო, ესეთ სიტუაციაში ჩვენ ვეღარაფერს გავაკეთებ. ჩვენ ვეღარაფერს შევცვლით ამ სიტუაციაში. აქ კი გვაქვს სრული შეფასება იმისა, თუ ზუსტად რა ზიანს აყენებს ეს დარტყმები რუსეთის ეკონომიკას. ნიშნავენია აღვნიშნოთ, რომ ეს შეფასებები რუსულ წყაროებზეა დაფუძნებული. გაითვალისწინეთ, რომ უკრაინელები იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისა და მიწის დასაცავად რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ უკრაინელებს ხშირად აქვთ მიდრეკილება, რომ რაღაცები გადააჭარბონ. ისინი როგორც წესი შეფასებებში უფრო მაღალ მაჩვენებლებზე აკეთებენ აქცენტს, რაც ლოგიკურია. რომ მე ვიცავდე ჩემს ქვეყანას, მეც იგივეს გავაკეთებდი. მაგრამ რუსებს მეორე მხრივ არ აქვთ мотиваცია, რომ კრიზისი გაადიდონ. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ რუსებს, განსაკუთრებით მათ, ვინც რუსეთში ცხოვრობს, ალბათ უფრო აქვთ мотиваცია, რომ კრიზისი შეამცირონ, რადგან პუტინს აქვს კრიტიკოსების გულაგში გაგზავნის ჩვევა. ასე რომ, თუ გულაგში არ უნდათ მოხვედრა, ალბათ ცდილობენ კრიტიკა უფრო ფრთხილად და პატივისცემით გამოხატონ. აი რას ამბობენ რუსი ანალიტიკოსები. შეხედეთ. სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე Wildberries-ი ვერ გადარჩება. საწყობებზე თავდასხმებმა კომპანია კოლაფსის ზღვარზე მიიყვანა. Wildberries-ისთვის საწყობების განადგურების პირდაპირი ზარალი უკვე შეიძლება 100 მილიარდ რუბლს აჭარბებდეს. ეს დაახლოებით ან ოდნავ მეტია, ვიდრე 1 მილიარდი დოლარი. და ყველაზე თუ შემთხვევაში, ეს ზარალი შეიძლება 200 მილიარდ რუბლამდე გაიზარდოს. ეს არის 2.5 მილიარდი დოლარი. ეხლა, რა თქმა უნდა, დოლარში გამოხატულ რიცხვებს რუსებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი რუბლში იღებენ ხელფასს, რუბლში ხარჯავენ, მათ შორის პუტინიც ძირითადად. რა თქმა უნდა, ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალი დოლარში მოდის. ასე რომ მოდით ეს სხვაგვარად განვიხილოთ. რუსეთის მთავრობის ბიუჯეტი დაახლოებით 25 ტრილიონი დოლარია, როცა ეს ომი დაიწყო. ასე რომ ეს ნიშნავს, რომ 200 მილიარდი დოლარი თითქმის ბიუჯეტის 1%-ს შეადგენს.
მხოლოდ ერთ კომპანიას, რომელსაც ზიანი მიადგა მხოლოდ 13 საწყობში, შეუძლია მოახდინოს გავლენა, რომელიც რუსეთის ბიუჯეტის 1%-ს შეეხება. ასე რომ, ამ მხრივ ნამდვილად სერიოზული საკითხია. ეხლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის მთავრობა ამ კომპანიას დაეხმარება, რადგან ამჟამად მათ ფული უჭირთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, გავაგრძელოთ ეს ანგარიში. გამქრალი საქონლის გამო გამყიდველებისთვის მიყენებული ზარალი უკვე 100 მილიარდ რუბლს შეადგენს. პირველი თავდასხმების შემდეგ, რომელიც მოხდა ივლისის 18-სა და 22 რიცხვში, შეფასებით ზარალი შეადგენდა 250 მილიარდ რუბლს. მას შემდეგ კი თავდასხმულ საწყობთა ფართობი თითქმის გაორმაგდა. ორივე წყარო მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კომპანიას დაშლისა და გაკოტრების საშუალებას არ მისცემს. რეპუტაციული ზიანი ძალიან დიდი იქნება. გარდა ამისა, Wildberries კრემსა და მოსკოვში ძლიერი ლობისტური გავლენა აქვს. თუმცა კომპანიის გადარჩენა ძალიან ძვირი დაუჯდება და თავად კომპანიასაც თავიდან გარდაქმნა მოუწევს, რაც მინიმუმ ვალის გაორმაგებას მოითხოვს. Wildberry უკვე მძიმე მდგომარეობაშია. ძლიერ დავალიანებულია. კომპანიის ვალი 2025 წლის ბოლოს 1.3 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა. და რა თქმა უნდა, ეს რუსული ბანკებისთვისაც პრობლემურია, როგორც წინა ვიდეოში ვილაპარაკეთ. რადგან ბანკებმა ამ კომპანიებს, რომლებიც ახლა კრიზისში არიან, ბევრი ფული ასესხეს. და ეს ნიშნავს, რომ თუ ისინი გაკოტრდებიან, ბანკები მილიარდობით დოლარს დაკარგავენ. ეხლა დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით ეს გამონათქვამი. თუ ბანკს $1,000,000 ვალი გაქვს, ეს შენი პრობლემაა. მაგრამ თუ ბანკს $1,000,000 გმართებს, ეს უკვე ბანკის პრობლემაა. და იცით რა? რუსეთის ყველაზე დიდმა სახელმწიფო ბანკებმა ამ კომპანიას $10 მილიარდი ასესხეს. და ეს ნიშნავს, რომ ეს კომპანია რუსეთის სახელმწიფო ბანკის პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ ეს რუსეთის ეკონომიკის პრობლემაა. მიუხედავად ამისა, ჩემი მოკტალებული აზრით, მე ვფიქრობ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინის მთავრობა მათ დიდად დაეხმარება. და ზუსტად მიზეზს მოგვიანებით ვიდეოში ნახავ. ეკონომიკა უბრალოდ კარგად არ არის. და ჩვენ გვაქვს მეტი მონაცემი რუსეთიდან, ეკონომიკური მონაცემები, რომლებიც ზუსტად გვიჩვენებს, რამდენად ცუდად არის ყველაფერი. მაგრამ სანამ ამას მივადგებით, ნება მომეცით გაჩვენოთ, როგორ რეაგირებენ რუსი პროპაგანდისტები ამ ყველაფერზე. დაიმახსოვრეთ, ეს პროპაგანდისტები ძალიან ომის მომხრეები არიან. ისინი ზეიმობდნენ, როცა პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა 2022 წელს. და ეხლა ისინი აღარ ზეიმობენ. ნება მომეცით გაჩვენოთ მათი რამდენიმე კომენტარი. კიდევ ერთი Wildberries-ის საწყობი ითვის უკრაინული დარტყმის შემდეგ. და რუსი სამხედრო ბლოგერები სულ უფრო გაბრაზებულები ხდებიან საჰაერო თავდაცვის ჩავარდნებზე. აქ ხვალ სამხედრო ბლოგერი, სახელად Combat Reserve. ის გაბრაზებულია და ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მეთაურებსა და ოფიციალურ პირებს არ აქვთ პასუხისმგებლობის აღების სურვილი. ეს სამხედრო ბლოგერი ამბობს, რომ რეგიონის უმწეობა ბიუროკრატიაში და პასუხისმგებლობის აღების უუნარობაშია ჩაფრული. რეგიონის გუბერნატორი ცდილობს დახმარებას, მაგრამ მას ხელს უშლის კანონები, რომლებიც უკრძალავს იარაღის გადაცემას კერძო პირებისთვის. ეხლა, გინდათ გამოიცნოთ, რატო არ უნდა პუტინს, რომ ჩვეულებრივ რუსებს ჰქონდეთ იარაღი. იცით, ეს ალბათ ყველაზე საშიში რამაა ნებისმიერი დიქტატორისთვის. სწორედ ამიტომ ურჩევნია საწყობები დაიწვას, ვიდრე იარაღი მისცეს ჩვეულებრივ რუსებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან მის მიერ დაწყებული შეჭრით. მაგრამ მიუხედავად ამისა, გავაგრძელოთ. კიდევ გვაქვს კომენტარები სხვა სამხედრო ბლოგერისგან, სახელად ვეტერანთა შენიშვნები. მას ნამდვილად აქვს გარკვეული წინადადებები ამ პრობლემასთან დაკავშირებით და საკმაოდ კარგად აღწერს პრობლემას. მას საკმაოდ კარგი დიაგნოზი აქვს. ასე რომ, ნება მომეცით ეს აღვნიშნო. გუშინ ღამით მასიური შეტევა იყო. ბელგოროდის რეგიონში მრავალი დრონი ჩამოაგდეს. თუმცა, როგორც კი დარჩენილი დრონები ბელგოროდის რეგიონს გაივლიან, ისინი თითქმის დანაკარგების გარეშე აღწევენ სამიზნეებამდე. ამგვარად მტერი, როდესაც 300 დრონს უშვებს, დაახლოებით 250-ს კარგავს. მაგრამ დანარჩენი 50 აღწევს დანიშნულების ადგილს და ზიანს აყენებს. ზოგ შემთხვევაში, ერთი დრონიც კი საკმარისია მთელი საწარმოს ან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გასანადგურებლად. ამიტომ გამოსავალი აშკარაა. პირველ რიგში, საჭიროა მნიშვნელოვნად გაიზარდოს ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების, ტოდების რაოდენობა სასაზღვრო რეგიონებში, რომლებზეც მტრის დამტმელი დრონები ხშირად გადაიფრენენ. მეორე, თითოეულ რეგიონში აუცილებელია შეიქმნას მოხალისეთა ანტისაჰაერო დანაყოფები, ტოდები, რომლებიც არ შედიან თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. მინდა წაიგითხოთ, რას ამბობს ის, რატომ არ შედიან ისინი თავდაცვის სამინისტროში და შემდეგ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ, ხალხის ნდობის ბოროტად გამოყენებამ იმ შედეგამდე მიიყვანა, რომ აღარავის ჯერა, როდესაც ისინი ხელშეკრულებას აწერენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, ისინი კონკრეტულად ტოდში ერთვებიან და არა, მაგალითად, შეტევით დანაყოფში. და რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი რამაა, რასაც რუსეთი ძალიან დიდი ხანია აკეთებს. ისინი იღებენ საზარბაზნე ხორცს წინა ხაზისთვის. ამბობენ, რომ შეგიძლია ხელშეკრულება გააფორმო რუსეთის სამხედროებთან. შეგიძლია მიიღო ყველა ეს ბონუსი, რასაც ისინი გასცემენ და წინა ხაზზეც კი არ წახვა. უბრალოდ უკანა ხაზში იმუშავებ. შეიძლება იმუშაო მაგალითად რომელიმე ახლომდებარე ქალაქში, უბრალოდ მომარაგებაზე იმუშავებ. ეს ის დაპირებებია, რასაც გეუბნებიან ხელშეკრულების გაფორმებამდე. და შენ, ანუ თუ რუსი ხარ და ამას უყურებ. და როცა ხელს მოაწერ ხელშეკრულებას, ძალიან ცოტა წურთნას გადაგატარებენ და პირდაპირ წინა ხაზზე გაგზავნიან. და იცი რა? ხალხი ახლა იგებს ამ ისტორიებს. და სწორედ ამიტომ ყავს რუსი ომის ბლოგერი, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ თუ გვინდა სისტემა შევქმნათ, სადაც საზოგადოება დაეხმარება დრონების ჩამოგდებაში, ეს სისტემა თავდაცვის სამინისტროს გარეთ უნდა შევქმნათ, რადგან რუსები უბრალოდ აღარ ენდობიან თავდაცვის სამინისტროს. ეს საკმაოდ ბერს ამბობს. ეს ბერს ნიშნავს, რომ ეს კაცი ცდილობს დახმარებას.
და რა თქმა უნდა, ვფიქრობ ის ახლა ომის მხარდამჭერია, რადგან ცდილობს დახმარებას. და თვითონაც კი აცნობიერებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რჩევა აქვს საკუთარ ხალხს ატყუოს. ეხლა, სწორედ ეს ტყუილებია მიზეზი, რატომაც რუსი ხალხი დაღლილია. და ზოგიერთი მათგანი იმდენად დაღლილია, რომ საჯაროდ მოუწოდებს პუტინს უბრალოდ დატოვოს ქვეყანა და წავიდეს ჩრდილოეთ კორეაში საცხოვრებლად. მინდა ეს ვიდეო ჩანაწერი გაჩვენოთ. ნამდვილად შესანიშნავი ვიდეოა, მაგრამ ვიდეოს ჩართვამდე ერთი მოკლე გაფრთხილება მაქვს. ვიცი რომ წინა ჯერზე ვიდეოში ბევრი უხამსი სიტყვა იყო და ჩვენ ისინი დავაბლოკეთ, მაგრამ თქვენ ეს საერთოდ არ მოგეწონათ. ამჯერად აღარ დავაბლოკავთ უხამს სიტყვებს. ასე რომ თუ ბავშვები ხავთ ოთახში ან არ გსურთ ბევრი უხამსი სიტყვა მოისმინოთ, უბრალოდ გამოტოვეთ შემდეგი ვიდეო. და გაფრთხილების სახით, ეს არის ძალიან გაბრაზებული რუსი მამაკაცი. იმედია მიხვდებით, რამდენ უხამს სიტყვას აპირებს ის თქვას. და რა თქმა უნდა, თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, გთხოვთ დაგვეხმაროთ და დააჭიროთ ქვემოთ გამოწერის ღილაკს. YouTube-ის ალგორითმს ასეთი რაღაცები არ მოსტონს. ასე რომ თუ დააჭერთ მოწონებას და გამოწერას ქვემოთ, ეს აჩვენებს ალგორითმს, რომ ეს კარგი ვიდეოა და აჩვენოს უფრო მეტ ადამიანს. ეხლა კი ნახეთ ეს ვიდეო. მიმართავ თქვენ კრემლის ნაბიჯურებო. ჩვენ უკვე სურიად დავიღალეთ იმით, რომ თქვენ ტერორიზებთ როგორც უკრაინელებს, ისე რუსებს. თქვენ უკვე ყველა მაცანცალა ძაღლიც კი გააბრაზეთ. დედა გეტიროთ. მაგიარიდან გრძელდისტანციური სანქციები სამარაში მოხდა. ჩვენი საწყობები იწვის, ნავთობის საცავები და სხვა დედამოთქმული რაღაცები. ყველაფერი იწვის და ფეთქდება. ამის დედაც. ადამიანები იღუპებიან უკრაინაში. ადამიანები იღუპებიან რუსეთში. ჩვენი ეკონომიკა ძლივს მიატრევს თავს. ამის დედაც. დახეხილ, დაჩოქილ მუხლებზე, როგორც ბორდელის გოგო. მოუგეთ ბოლო ამ ყველაფერს, ამის დედაც. წაეთრიეთ თქვენს პარტნიორებთან ავღანეთში ან ჩრდილოეთ კორეაში. იმათთან ერთად იქ ტრაქშიც გაერთეთ. ერთმანეთს მოუყევით თქვენი ტრადიციული ღირებულებებისა და სხვა დედამოთქმული სისულელეების შესახებ. გძუხართ. არანაირი პატივისცემა არ გვაქვს თქვენ მიმართ. გაეთრიეთ აქედან დედამოთქმულებო. ёбаные пидорасы, блядь. იმედია ისი ამონეთ ამით. ეხლა გინდათ ყველაზე სასაცილო ნაწილი გაიგოთ. მას შემდეგ რაც ესეთი ვიდეოები გამოჩნდა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან საეჭო რაღაც გააკეთა. არა, არც კი საეჭო. ვერ პოულობს სწორ სიტყვას, მაგრამ რაღაც სასაცილო გააკეთეს და გაგიჭირდებათ დაჯერება. შეხედეთ ამ რეპორტაჟს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლა ოფიციალურად ურჩია რუსებს, რომ ინტერნეტში თავიანთი აზრები არ გააზიარონ. მე მგონია, რომ პუტინი ზედმეტად განიცდის იმას, რასაც რუსი ხალხი ეუბნება. აბა, გამოიცანით. რა ხდება? ეხლა უბრალოდ თხოვნით თხოვენ. ძალიან გთხოვთ, შეგიძლიათ შეწყვიტოთ იმის გაზიარება, რასაც სინამდვილეში ფიქრობთ. აი ესეთ მდგომარეობამდე მივიდა რუსეთის მთავრობა. სამწუხაროდ მათთვის, მე რუსეთში არ ვცხოვრობ, ამიტომ არ მიწევს მათი მოსმენა. ასე რომ, აი კიდევ ერთი ვიდეო. აქ კიდევ ერთი რუსი მოქალაქეა, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ თავადაც რუსი მოქალაქეა. ამის დასამტკიცებლად პასპორტს აჩვენებს. შემდეგ კი ამბობს, რომ პუტინის რეჟიმმა რუსი ხალხი გააცბილა. და მისი გადარჩენის ერთადერთი გზა უკრაინელების მოყვანაა. მოусმინეთ. ჩემი სახელია მაქსიმ პეტროვიჩი. ჩემი სახელია მაქსიმ პეტრენკო. მე ვარ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. დავიბადე და მთელი ცხოვრება ვლადივოსტოკის ქალაქში ვიცხოვრე. ამ ომის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ ჯერა რომ აღარაფერი დარჩა გასაკეთებელი გარდა იმისა, რომ უკრაინის მთავრობას მიუმართოთ ხოვნით, მოვიდნენ და გაათავისუფლონ ჩემი ქვეყანა. ვთხოვ და მოუწოდებ ყველას, ვინც საკუთარ თავს რუსეთის პატრიოტად მიიჩნევს, მიმართოს უკრაინის მთავრობას. ყველას, ვისაც შეუძლია დაეხმაროს რუსეთი ამ ბოროტებისგან გათავისუფლებაში, საძაგელი კრიმინალური რეჟიმისგან, რომელმაც ხელში ჩაიგდო ხელისუფლება და უკვე მე-4 საუკუნეა რაც მას ინარჩუნებს. არ ვიცი, კიდევ დარჩნენ თუ არა ისეთი ჯიუტი ადამიანები, რომლებსაც ეს არ ესმით. გააცნობიერეთ, ეს რეჟიმი თავისით არასდროს წავა. შეხედეთ პუტინს. არავინ არის უფრო მშიშარა, უფრო საძაგელი ან უფრო საცოდავი, ვიდრე ადამიანი, რომელსაც ამდენი ძალაუფლება აქვს და მაინც შიშით ეჭიდება მას. რა თქმა უნდა, ის არასოდეს დათმობს მას ნებაყოფლობით. ასე რომ გთხოვთ ყველა, ვისაც ეს პატარა ციგნაკი უჭირავს. მოდით გავერთიანდეთ. მოდით მაინც ვილაპარაკოთ. მოდით ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია. ჩვენი ძალების ფარგლებში. აი რას ნიშნავს ნამდვილი პატრიოტიზმი. ბოლო 3 წლის განმავლობაში მე ვწირავდი ფულს. В этом и является патриотизм. ეხლა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ასე ბევრი რუსი უკმაყოფილოა, რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთში, რომელიც ძალიან პრობლემური ხდება. უკრაინა საერთოდ აშეუნელებია თავისი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმის კამპანია. ანუ, მათ გააგრძელეს დარტყმები რუსეთის ფულის ძირითადი წყაროზე, ფაქტობრივად იმაზე, საიდანაც რუსეთი იღებს თავის შემოსავლის დიდ ნაწილს. და სულ ახლახან ამან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მინდა სწრაფად განვიხილო ეს, მაგრამ მანამდე მინდა გაჩვენოთ რაღაც, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა და მსოფლიო ამბებში მოხდა. ყველა ყურადღებით ადევნებს თვალს ფრონტის ხაზს და იმას, რას აკეთებენ რუსი ჯარისკაცები. ეს ვიდეო ნამდვილად საზიზღარია, ასე რომ თუ თქვენ არ გსურთ ამის ყურება, გირჩევთ ცოტა გადახვიდეთ. აქ ჩვენ ხედავთ რუს ჯარისკაცს, რომელიც FPV დრონებით უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას ნადირობს. შეხედეთ ამ ვიდეოს და შემდეგ აგიხსნით, რატომ არის ეს ასეთი საშინელი სიტუაცია.
ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ ვერ გაჩვენებთ დასასრულს, მაგრამ სწორედ ბოლოს დრონი იმ კაცს ეჯახება და აფეთქება ხდება. საბედნიეროდ ეს კაცი გადარჩა. მას აქვს აფეთქების შედეგად მიღებული ტრავმა, მაგრამ მთლიანად კარგადაა. ის ლაპარაკობს, ინტერვიუსაც კი აძლევს, რადგან ერთ-ერთ იღბლიანად ითვლება. ეხლა რაც თავარია, აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ის უბრალოდ ჩვეულებრივი მოქალაქეა. ის თავის ნიქსზე, თავის მიკროავტობუსში ბოსტნეულსა და ხილს ყიდის. სამხედრო პირი არ არის. მიუხედავად ამისა, რუსული FPV დრონები მას ესხიან თავს. და მინდა აღვნიშნო, რამდენად ბოროტებაა ეს, რადგან FPV დრონები არ გავს იმ დიდ დრონებს, რომლებიც კიევში შედიან, ან იმათ, რომლებიც რუსულ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს ესხმიან თავს. ამ დრონებს მეორე მხარეს ხავს ადამიანი, რომელიც სათვალეს ატარებს და ყველაფერს ხედავს, რასაც დრონი ხედავს. ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი, ის რუსი ჯარისკაცი, გადაწყვიტა, რომ მშვიდობიან მოქალაქეს დაედევნება და მისით გაერთობა, სანამ დაარტყამს. დარწმუნებული ვარ, ჯარისკაცი იმედოვნებდა, რომ ის კაცი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა. ეს ტაქტიკა რუსეთს წლები აქვს გამოყენებული ფრონტისპირა ქალაქებში. ამას რეალურად სახელიც აქვს. მას ეწოდება ადამიანებზე ნადირობა, სადაც რუსი ჯარისკაცები პირდაპირ ნადირობენ ადამიანებზე, უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებზე. შემდეგ კი ისინი ავრცელებენ ვიდეოებს, თავიანთი მიღწევების კადრებს რუსულ ტელეგრამ არხებში და ზეიმობენ იმას, რასაც აკეთებენ. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს რომელიმე სხვა ქალაქში ხდებოდეს მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, რომ ეს გინეთ, რომ ეს აქ, შეერთებულ შტატებში ხდებოდეს. ხალხი ამას ტერორიზმს დაარქმევდა. მაგრამ ეს უკრაინაში ყოველ კვირას ხდება, ალბათ ყოველ დღეც კი. და ბევრს ამაზე თითქმის საერთოდ არ საუბრობს. საბედნიეროდ ამ კონკრეტულმა ვიდეომ ბევრად მეტი ყურადღება მიიპყრო, ვიდრე რუსეთს სურდა. და ამის გამო მსოფლიო ზუსტად იგებს რა ხდება და როგორ ცხოვრობენ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ფრონტის ხაზზე ცხოვრობენ. რეალურად როგორ ცხოვრობენ. მათ ყოველდღიურად უთეოდ გადარჩენისთვის ბრძოლა, რადგან რუსები მათზე ნადირობენ. და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცდეთ. ასე შეგვიძლია, იცით, მეტი ადამიანი გავაცნოთ ამ ომის რეალობას. ასე რომ, თუ შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ მეტ ადამიანამდე მიღწევაში. ქვემოთ მდებარე გამოწერის ღილაკზე დაჭერით. ამ ვიდეოს გაზიარებით, ეს მართლაც ძალიან დიდ განსხვავებას ქმნის. რაც უფრო გავიზრდებით, მით უფრო შევძლებთ რუსული პროპაგანდის ჩახშობას და ასევე უფრო მეტად შევძლებთ ძირითადი მედიის მცდარი ინტერპრეტაციების ჩახშობას. და ამას გარდა, სულ ახლახან დავიწყეთ ჩვენი წევრობა სახელწოდებით Basics Insider. შეგიძლიათ შემოვერთდეთ ქვემოთ მოცემული ღილაკის დაჭერით ან Basics Insider-ზე გადასვლით, ასევე ჩვენს Patreon-ზე ან სადაც გსურთ. ეხლა ჩვენი მხარდაჭერის სანაცვლოდ თქვენ რეალურად იღებთ რაღაც ღირებულს. ყოველდღე ვტვირთავთ ექსკლუზიურ ვიდეოებს, რომლებიც აქ YouTube-ზე არასდროს ჩნდება. ჩვენ უფრო ღრმად უღრმავდებით იმ ამბებს, რომლებსაც აქ ვაშუქებთ, დეტალებში, რომლებიც ამ ვიდეოებში ვერ ეტევა. და რაც მთავარია, ჩემი პირადი ფავორიტია ის, რომ ჩვენ ვიწვევთ გამოცდილ ვეტერანებს, რომლებიც განმარტავენ რა ხდება ფრონტის ხაზზე, რომლებიც ვიდეო მასალაში მივთითებენ ისეთ დეტალებზე, რასაც მე და თქვენ, ჩვეულებრივი სამოქალაქო პირები, ვერასდროს შევამჩნევდით. ეს არის ჩვენი არაცენზურირებული, გაფართოებული გაშუქება მათთვის, ვისაც სურს ამ კონფლიქტის სიღრმისეულად გაგება, სათაურებს მიღმა. ასე რომ, თუ ეს თქვენ გეხებათ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ქვემოთ მოცემული ღილაკის დაჭერით, ან აღწერაში მოცემული ნებისმიერი ბულის გამოყენებით. ჩვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის გვეხმარება უფრო და უფრო მეტი ვიდეო შექმნაში. ეხლა კი დაუბრუნდეთ იმ გრაფიკს, რომელიც ადრე ვახსენე. ეს ეხება რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ინდუსტრიას. მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა. სულ გუშინ დილით ღამით განხორციელებულმა უკრაინულმა დარტყმამ რუსეთის სუჟანის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას მიაღწია. ეს ქარხანა დაახლოებით 900 კილომეტრით, ანუ დაახლოებით 550 მილის სიღრმეში მდებარეობს რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ობიექტი, რაც რუსეთს აქვს და წელიწადში დაახლოებით 7 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს. და აი მთავარი ნაწილი. შეხედეთ სურათებს. ქარხანა უზარმაზარია, მაგრამ უკრაინა ზუსტად იმ კონკრეტულ ნაწილებს ურტყამს, რომლებიც ყველაზე მეტად ართულებს რუსეთს ამ ობიექტის ხელახლა ამუშავებას. ეხლა ბოლოს და ბოლოს შემიძლია აუხსნა ის მინიშნება, რაზეც ადრე ვსაუბრობდი. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ ახერხებს ამას უკრაინა და გვაქვს დეტალები, რომლებიც აქამდე არასდროს ჰქონია. შეხედეთ. ეს ინფორმაცია მოდის Financial Times-იდან და აღწერს, როგორ მოარგო უკრაინამ თავისი დარტყმები რუსეთის ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე. ამ დარტყმების ახალი მიმართულება ან აქცენტი არის კრიტიკული კომპონენტების დაზიანება. აი, როგორ მუშაობს ეს. მისიის დაწყებამდე, სანამ დრონები აფრინდებიან, რა თქმა უნდა, დრონების ოპერატორები გადიან ჩვეულებრივ დაგეგმას, ხომ ასეა? სამხედრო დაგეგმა, თუ როგორ უნდა აუარონ გვერდი რუსეთის საჰაერო თავდაცვას, რა მარშრუტს აირჩევენ და იცით როგორ გააკეთებენ ყველა დანარჩენ საქმეს. მაგრამ ამის შემდეგ ისინი ხვდებიან ტექნიკურ ინჟინრებს, ანუ ნავთობის ინჟინრებს, რომლებსაც აქვთ ცოდნა ამ ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების შესახებ და იციან როგორ მუშაობენ ისინი. შემდეგ ეს ინჟინრები ოპერატორებს გადასცემენ პრიორიტეტულ სიას სურათებით. ეს სიები მზადდება კონკრეტული ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნებისთვის, რომლებიც დრონების ოპერატორები აპირებენ დარტყმას. და ეს პრიორიტეტული სია ძირითადად მიუთითებს, რომ აი ეს მილსადენი აქ, ეს არის პირველი პრიორიტეტი. ასე რომ თუ შეგიძლიათ დაარტყათ მილსადენს, აუცილებლად გააკეთეთ ეს. მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებთ, მაშინ დაარტყით ამ საკვამურს. ეს არის მეორე პრიორიტეტი. ან ამ მოწყობილობის შეერთებას, რაც არ უნდა იყოს. ეს ნავთობის ინჟინრები პირდაპირ ეუბნებიან მათ, აჩვენებენ სურათებს, თუ რას უნდა დაარტყან, რადგან მათი ცოდნითა და სფეროში გამოცდილებით, მათ იციან, რომ თუ შეძლებენ ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის ამ ნაწილის განადგურებას, ზიანი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე სხვა რამეს დაარტყამთ.
ამ ანგარიშის მიხედვით, უკრაინელი სამხედრო სტრატეგები ამას სისტემურ ომს უწოდებენ. ისინი რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას განიხილავენ როგორც ერთმანეთთან დაკავშირებულ ქსელს და არა უბრალოდ ცალკეულ სამიზნეებს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ იპიპოვონ სისტემაში ისეთი წერტილები და დაარტყან იქ, სადაც ყველაზე დიდი ეფექტი ექნება, ყველაზე მეტი ქაოსი გამოიწვევს. ამიტომ ისინი უყურებენ პუტინის მთელ საომარ მანქანას, მთელ იმ სისტემას, რომელიც მას ფულს აძლევს, რომ ომის დაფინანსება გააგრძელოს. შემდეგ ეძებენ იმ ნაწილებს, რომელთა დაზიანებაც ყველაზე მეტ ზიანს მიაყენებს. და შემდეგ სწორედ ამ ნაწილებს ესმიან თავს. და რა თქმა უნდა, აშკარაა მეორე რამ, რასაც ისინი აკეთებენ. როგორც კი რამეს დაარტყამენ, რუსეთი ცდილობს სწრაფად შეაკეთოს ის. ისინი ბრუნდებიან და ისე ურტყამენ იმ ობიექტს, სანამ შეკეთება დასრულდება. ასე, ეს ობიექტი ვერასდროს განაახლებს მუშაობას, ან მაქსიმალურად აჭიანურებენ მის ამუშავებას. ეხლა ამ ინტერვიუში უკრაინის სამხედროები მადლობას უხდიან აშშ-ის და საფრანგეთის დაზვერვას, რომ დაეხმარნენ უკრაინას გაერკვია ეს მთელი სისტემა, თუ სად უნდა დაერტყათ, როგორ მოეძებნათ კრიტიკული კომპონენტები და ამ მსგავსი რამ. ასე რომ, როგორც ამერიკელს, ეს ნამდვილად ძალიან პოზიტიური რამაა. და ეს არის ის, რაც უკრაინამ დანერგა და დიდი სარგებელი მოუტანა უკრაინელებს ფრონტის ხაზზე. და რა თქმა უნდა, ბოლოს დრონების ოპერატორები საჯაროდ აცხადებენ, რომ ამ კამპანიის ინტენსივობა აქედან მხოლოდ გაიზრდება. ასე რომ, რუსეთი მზად უნდა იყოს, მაგრამ არ ვიცი რუსეთი მზად იქნება თუ არა, რადგან ისინი უკვე საკმაოდ ცუდად იტანჯებიან. შეხედეთ ამ გრაფიკს. ეს გაჩვენებთ რუსეთის ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელს და ის პირდაპირ უფსკრულში ეშვება. არ ხუმრობ. ეხლა როცა ამას უყურებთ, ზოგ თქვენგანს შეიძლება deja vu-ს გრძნობა გაუჩნდეს. თითქოს ეს უკვე გინახავთ. და მართალიც ხართ. ამ არხზე ამ გრაფიკს უკვე უყურეთ, მაგრამ მაშინ ივნისისა და ივლისის მონაცემები არ ქონდა. მხოლოდ მაისის ჩათვლით ქონდა მონაცემები. და მხოლოდ მაისის ჩათვლით მონაცემებზე დაკვირვებითაც კი ვხედავთ, რომ რუსეთის ნავთობის გადამუშავება წელს ძალიან მძიმედაა დაზარალებული. მაგრამ შეხედეთ ივნისის ამ დაღმასვლას. როგორც ჩანს, ივნისი პუტინისთვის ყველაზე ცუდი თვე იყო. ასე რომ ივლისის დარტყმების შემდეგ ეს მაჩვენებელი, ანუ ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი, ახლა 23 წლის მინიმუმზეა. 2002 წლის შემდეგ რუსეთს ამდენად ცოტა ნავთობი არ გადაუმუშავებია. პუტინმა ოფიციალურად დააბრუნა თავისი ქვეყანა იქ, სადაც იყო მაშინ, როცა პირველად მოვიდა ხელისუფლებაში. და როგორც დასაწყისში გითხარით, ის მართლა აბრუნებს რუსეთს წარსულში. იცით რა, ეს მხოლოდ გაუარესდება და ნება მომეცით ამის მტკიცებულება გაჩვენოთ. პირველ რიგში, ისევ გვაქვს რუსის სამხედრო ბლოგერის შეტყობინება, რომელიც საუბრობს იმაზე, როგორ შეიცვალა ვითარება. შეხედეთ ამ შეტყობინებას. ეს კაცი ამბობს, რომ 2023 წელს იღვიძებდა და ამოწმებდა, რას ანადგურებდნენ რუსები უკრაინის მხარეს, ანუ უკრაინის შიგნით. და ეხლა 2026 წელს იღვიძებს და ამოწმებს, რას ანადგურებენ უკრაინელები რუსეთის შიგნით. Ho. როგორ შეიცვალა სიტუაცია? და აი უფრო ფართო სურათი სიტუაციის ცვლილებისა. მაგიარი, რომელიც უკრაინის დრონების დანაყოფის დანაყოფის ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ ოპერაცია ყირიმის გადართვის ფარგლებში მისმა დანაყოფებმა 72 საათში 13 ენერგეტიკული კვანძი დააზიანეს. პირველი ივლისიდან 2 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით 32 დღის განმავლობაში, მისმა დანაყოფებმა ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინაში 167 ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყეს, მათ შორის ელექტროსადგურებს და რა თქმა უნდა, ქვესადგურებს. ანუ დაახლოებით 32 დღეში მან 167 ობიექტს დაარტყა. თუ მათემატიკაში კარგად ვარ, ეს დაახლოებით 6 ობიექტია დღეში. და რა თქმა უნდა, ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან უკრაინა ძალიან სწრაფად ავითარებს ინოვაციებს. როგორც წინა ვიდეოებში აღვნიშნე, უკრაინა ყოველდღიურად ამტკიცებს 2 ახალ დრონის დიზაინს 2026 წლისთვის. ასე რომ მთელი ეს წელი ყოველდღიურად 2 ახალი დიზაინი დამტკიცდება. ეხლა რა თქმა უნდა, ყველა დრონი ფრონტზე ვერ მოხდება, მაგრამ ეს ერთგვარი ფილტრის მსგავსია, ხომ ასეა? რაც უფრო მეტს ცდიან, მით უფრო მეტი წარმატებული დიზაინი ექნებათ, რომელიც რუსეთს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყამს. იცით რა ხდება? როგორც ჩანს, უკრაინას შეიძლება ისეთი დიზაინი კონდეს, რომლითაც რუსებს ძალიან ეშინიათ. და მიზეზი, რატომაც ამ დიზაინს გიზიარებთ, ისაა, რომ რუსი ბლოგერები და რუსი პროპაგანდისტები ამაზე პანიკაში არიან. მოდით გაჩვენებთ, რასთან გვაქვს საქმე. დღეს რუსი სამხედრო ბლოგერების პანიკა გამოიწვია იმან, რომ დაადასტურეს უკრაინის ადგილობრივი 3D რობოტიქსის მაღალი სიჩქარის დრონების გამოჩენა, რომლებიც რუსულ ობიექტებს ესხმიან თავს. ამ დრონს აქვს 650-დან 700 კმ/სთ სიჩქარე. 2000 კმ-ის მანძილი და შეუძლია 200 კგ-მდე ტვირთის გადატანა. ეს დრონები არა მხოლოდ ძალიან რთულია ჩამოაგდო, არამედ აქვთ უზარმაზარი მოქმედების რადიუსი და მნიშვნელოვან ზიანს ატენებენ რუსულ ობიექტებს. ეს დრონი ისეთივე სწრაფია, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მუსტანგი გამონადგურებელი. ესეთი დრონის ჩამოგდება პრაქტიკულად შეუძლებელია. ვერტმფრენი ან მსუბუქი თვითმფრინავი ისეთივე უსარგებლო იქნებოდა, როგორც გადამთრელი თვითმფრინავები. ეხლა ნახოთ, შევჩევძლებთ თუ არა მალე ერთ-ერთი ესეთი დრონის მოქმედებაში ვიდეოს ნახვას. და ზუსტად მახსოვს ეს გრძნობა ადრე, რადგან მახსოვს, რომ ფლამინგოებზე საუბრობდი ალბათ 2 წლის წინ ან წელიწადნახევრის წინ, როცა უკრაინა ამ რაკეტებს იარაღის გამოფენებზე აჩვენებდა, ან საუბრობდა წარმოების გაზრდაზე ან განვითარებაზე, ხომ ასე? და ჩვენ ამას ვაშუქებდით, რადგან ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც უკრაინა ავითარებდა. ხო და გამოიცანით რა. წელს თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ნახეთ ეს. ამ არხზეც გაჩვენეთ. ფლამინგოები ახლა უკვე რუსეთში დაფრინავენ და ვხედავთ, რომ რუსი მოქალაქეები უბრალოდ იღებენ ვიდეოს, როგორ გადაუფრენენ რაკეტები და შემდეგ ამ ვიდეოს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.
ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ რაღაც, რაც ჩვენს თვალწინ შეიქმნა და ახლა ხედავთ მას ბრძოლის ველზე და მოქმედებაში. ასე რომ ეს რაღაცით მაგარია. შეიძლება მაგარი სწორი სიტყვა არ იყოს, მაგრამ მაინც საკმაოდ მაგარია. ეხლა, რა თქმა უნდა, თუ რაკეტებზე ვსაუბრობთ, უკრაინას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რომ რუსეთს დაეციოს. რუსეთს ბევრი ბალისტიკური რაკეტა აქვს და რა თქმა უნდა, ყოველ თვე კიდევ უფრო მეტს აწარმოებს. მაგრამ უკრაინელები ნელ-ნელა ეწევიან. ისინი პროგრესს აღწევენ და ეს პროგრესი რუსულ მედიას აშინებს. უფრო კონკრეტულად კი, კრემლის ტელევიზიას. შეხედეთ ამ ჩანაწერს. რატომ არის ჩვენი საზოგადოება ასე შეშფოთებული იმის შესაძლებლობით, რომ ბალისტიკური რაკეტები მიეწოდოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ან უკრაინაში აეწყოს? მიზეზი ისაა, რომ ეს ომის ბუნებას ფუნდამენტურად შეცვლის. ეს ომს სრულიად სხვა დონეზე გადაიყვანს. რატო? იმიტომ რომ ამჟამად ჩვენი ქვეყნის შიგნით სამიზნეებზე უმეტესობა საჰაერო შეტევებისა ძირითადად უპილოტო საფრენი აპარატებით ხორციელდება. მათ წინააღმდეგ შესაძლებელია ბრძოლა საზენიტო ქვემეხებითა და საზენიტო სარაკეტო სისტემებით თემებით, მცირე კალიბრის საზენიტო არტილერიით და გადამჭერი დრონებით. მათი ჩამოგდება საბრძოლო ვერტმფრენებითაც შეიძლება. ზოგჯერ ერთი საბრძოლო ვერტმფრენი ერთ საბრძოლო გაფრენაში ათეულობით დრონს ანადგურებს. ფრთოსანი რაკეტების სხვა საკითხია. Storm Shadow 1 მაგალითად სკალპის სულიად სხვა ტიპის იარაღია. ამათ ჩამოგდება გადამჭერი დრონით შეუძლებელია. ასევე ვერ ჩამოაგდებ მცირე კალიბრის საზენიტო არტილერიით. მხოლოდ საზენიტო სარაკეტო სისტემას შეუძლია მისი ჩამოგდება. ყველაფერი დანარჩენი სასწაულების სფეროს ეკუთვნის. როგორც ჩანს, წითელი ხაზი უნდა გაევლოთ მას შემდეგ, რაც Storm Shadow-ს რაკეტები მიაწოდეს. მაგრამ ბალისტიკური რაკეტები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ტიპის იარაღია, რადგან ისინი ფუნდამენტურად ცვლიან ომის ბუნებას, რაც სერიოზულ გამოწვევებს უქმნის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ეს არის ყველაფერი, რაც დღეს თქვენთვის გქონდა. თუ მოგეწონათ, გთხოვთ დააჭიროთ მოწონებისა და გამოწერის ხილაკებს ქვემოთ. ეს ნამდვილად ვეხმარება. ვცდილობთ, რომ კვირაში 2 ჯერ, ან შეიძლება 3 ჯერაც ავტვირთოთ ვიდეოები აქ. მაგრამ თუ მეტი კონტენტი გსურთ, ყოველდღიურად ვტვირთავთ ექსკლუზიურ ვიდეოებს ჩვენს Basics Insider წევრებისთვის. შეგიძლიათ ახლავე გახდეთ წევრი და მიიღოთ ცდომა იმ ექსკლუზიურ ვიდეოებზე, რომელსაც ყოველდღე ვაქვეყნებთ. როგორც უკვე გითხარით, შეგიძლიათ გახდეთ წევრი ქვემოთ მდებარე შეერთების ღილაკზე დაჯერით, basicsinsider.com-ზე გადასვით, ან ჩვენი Patreon-ისა და Substack-ის მეშვეობით. ყველა ბმული მოცემულია აღწერაში ქვემოთ. თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი ვიდეო შევქმნათ და რა თქმა უნდა, ვცადოთ ახალი რაღაცები, რათა თქვენთვის საინტერესო ისტორიები მოგიტანოთ. ასე რომ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.